მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. ეს არის აღმაშფოთებელი ამდენი ხანი ვითმედი და ეს არის მორჩა არა ერთი წუთით რა თქვენ რო იძახდით რომ დიქტატურა არა ერთი წუთით თქვენ რო იძახდით რომ მე ვეღარ ვაправებ უკვე რა ეს არის კატასტროფა მეგობრებო ეს არის გამოხატვის ხელოვნების პირველ რიგში ხელოვნების გამოხატვა ხელოვნება არის უკვდავია და ბრუნვადია და ვერტიკალური რა არ შეიძლება ეს არის ისეთი არტისტები როგორიც არიან არტისტები არა დოი არტისტია გიდახმები როგორც არის დოი როგორც არის დოი სუდოი გაუტრაკე ამ რაც როგორც არის ჭოლა რა ჭელს იმიტომ რომ მე ვიცი ეს დაიწყო დოითი მაგრამ მოვა შენამდეც ჩემამდე მე გავიქცევი შენამდეც მოვა დაიწყება დოითი დამთავრდება ელიოპეტრით ამოთხიან ელიოპეტრის ამოთხიან მე მაგჩენი ესა თოჯინების თეატრი თითების თეატრი კარგი იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ რომ მთელი დარჩენილი გაცემა დოიზე გადაობაში გავატარებ ამიტომ უცებ გავაკეთებ სადამდეც შეძლებ სერიოზულ კომენტარს გავაკეთებ იქნებ ვინმე მარიც ხო მოკლედ დოი მოხსნეს ბატონი დოიაშვილი დოი წავიდა გაშავდა მოგდა ბატონი დოიაშვილი მე დავიწყებდი მისი იმ უდიდესი დამსახურებით ქართული ბატონი დოია ბატონი პლატონი რაღაც ძალიან სრომიას ქართულ არა უყურე მას აქვს ძალიან დიდი დამსახურება ქართულ კულტურაში ის არის ღირსების ორდენის კავალერი მიხეილ სააკაშვილის ხელით დაჯილდოებული. ეს უდიდესი ეს ჩემს ეს რაღა ოსკარი, პალმის რტო, როლანდ ახალაია დოი. ეგ არის. დოი, რომელიც რევოლუციურ გასტროლებს აკეთებდა. არა, მანიფესტი დაწერა, რევოლუციურ გასტროლებს აკეთებდა. ამ ყველაფერს აკეთებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი იყო და შესაბამისად იმ თეატრის ხელფასებს არიგებდა ამ ხალხზე, ვინც დაყავდა ამ რევოლუციურ გასტროლებზე. ის მას სრულად შეწყვიტა თეატრის ფუნქციონირება, სახელმწიფო თეატრის ფუნქციონირება გააჩერა, გადაიტანა. ძალიან დიდი პრობლემა არ არის, მოდი ეგრე. ხო. ვიღაცას უნდა, ვიღაც არ უნდა. ჩვენ არ გვადარდებს. კატასტროფა არ ჩვენ არ გვადარდებს, ყავდა მაყურებელი და ვიღაცას პრობლემა იყო რა. სახელმწიფო კატასტროფა, რეგიონალური მასშტაბის კატასტროფა იყო, მაგრამ სოფლიო მნიშვნელობის კატასტროფა არ იყო. ეს ადამიანი სწორედ ამიტომ რომ მას ჰქონდა ეს დისციპლინარული ნაკისრვალდებულების სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულებლების სახელმწიფოს აყირავება ეგ როგორ შეიძლება ყველა ამ ფონზე მას და მის წინააღმდეგ არ გამოდის ეს წინაშე არის ეს რო არ გატარებულიყო, არა ხო უცებ დავამთავრე. ეს რო არ გატარებულიყო, ის ეგ იქნებოდა კანონდაგმო. კაი, ეხა ვიკაიფოთ მეგობრებო. ეხა დოი ეს დრამა ქვინები, ეს ვითომ კაცები, რომელგაცა თეატრიდან ვიღაცა ეს ხო იცით, არა სცენაზე რომ მოაკლდა სცენა და სულ რომ პოზიორობენ, ეხა დაიწყეს რაღაც დრამის კაცება. არა, თვითვიქტიმიზაცია და ასე შედგება. ჯერ ქალები დავიწყოთ. ეს ბუთხუზი არის ძალიან საინტერესო. იცი? ბუთხუზი? National Geographic ეს? არა, რა National Geographic. მე მაგაზე გამეცინა. რო დასცინა. აშენ ის კაცია? ქალმა რო იცინა. მოდი მივხვდი რომელიც ამას სახელმწიფო პროსტა შეხედეთ რა მეგობრებო გავუშვათ. სიგნალია ეს ჩვენთვის რა. ეს არ არის მარტო ჩვენი თეატრის ამბავი. ეს არის ქვეყანა. სვეჟი თვითაღგზნება. თეატრი არის საქართველო. აუ რა ბანძი პათეტიკა აღმეთ. აი დოი და თითოეულ საქართველო აი დოი. აი შეგე. მაგას მართალია. აი ზემოგეულე. აი მაგ მართალია. ეს არ არის შემოგვიწყდა. მოიცა გაჩერა. ამაგონიათ რომ საქართველო ჩემი ქვეყანა. თქვენი სამშობლოსაც დაიზარდეთ. კიდევ შობლო. და ასე შემდეგ როგორც არის ხო? ამათ გონიათ რომ ეს არის აროსკიპო. ეს ქვეყანა გონიათ რომ არის აროსკიპო რა. და ვისაც რომ გქონდათ ისე აროსკიპო და ეგრე არ არის. გაჟი აქ ფროიდი ისვენებს მეგობრებო. უინდა. აი ге ფროიდი ისვენებს. სერიოზული ამბავი. გაუშვათ. აროსკიპო გადააქციეს ბიჭო. თამარ. უყურე რატო ახსენდება ეს დაწესებულება? ფროიდი ისვენებს. გაუშვით დარჩე. ნუ გუბაზას. ჩემის აზრით, ამიტომ ძალიან მალივად იხსენე. მე მithქვამს გამიმეორებია შექსპირის სიტყვები, რომელიც ეგონათ არც იცოდნენ, ხო და ეგონათ რომ მე ჩემი სიტყვა იყო და
მე მითხოს საფლავის ქვაზე სუდი წარწერა გერჩი ვინოთ სახიობების გადაკიდებას და სახიობები ამ შემთხვევაში ჩემთვის არიან ადამიანები. ადამიანი ძალიან გაბრაზებია. გასაგებია. ხო, ნუ რა შეიძლება ითქვას? ანუ ყურე ქართული სამსახიობო სკოლა თუ ჩავთვალეთ რომ არის ეს ჩვენ უნდა ვთქვათ რომ არ გვაქვს არ გვაქვს იმიტომ რომ ესეთი პატიკა ესეთი პატიკა ამას ქვია ესეთი არადამაჯერებლობა ხელოვნურობა სიბანეზე მე მგონი ამას ხოშინით ბიჭო ტექსტის მოხელის დედავატირება არსებობს ფსიქოლოგიური ინტერდისციპლინარული კატეგორიები სადაც ლიბიდალურად გავარჩიოთ არა სადაც მე მგონია რომ მეტი წილი ფსიქიატრიის საგანია რაც აქ ხდება ამას ეხლა რომ დაუნიშნო რამოდენიმე პრეპარატი რეკლამად არ ჩამითვალოთ არ თქვა ქსანაქსი რა არის რაღაცა ვალიუმი ის იქნება ადეკვატური რა და ადეკვატურად გასცემს ყველაფერს პასუხს და იქნებ სხვანაირად არ შეუძლია კარგი მოდი აბა გავუშვათ სოფო ნიჟარაძე გავუშვით სოფო ნიჟარაძე გავუშვაში გავუშვით მანიფესტს ეს არის პასუხი იმას რომ თეატრი არ ეგუება ამ სამართლობას რაც ხდება ის რომ ჩვენი მსახიობი დაჭერილია და ათასობით უბრალოდ ათეულობით კიდევ ბევრი უდანაშაულო დავალება აქვს ერთი წამი არა მე რაც მინდა ვთქვა რა რომ სოფო ნიჟარაძის გარშემო სხვა შორის უსამართლობა არასდროს არ ყოფილა და ყველაზე უცნაური და უცხო არის სოფო ნიჟარაძისთვის უსამართლობა აბა ახსენი არა რა ახსნა უნდა სოფო ნიჟარაძეს ძალიან უკვირს უსამართლობა თეატრში ყველგან ვაფშე ცხოვრებისეულად არა ცხოვრებისეულად უსამართლო ყველაზე მეტად რაზაც ვერ იღებს ეს არის უსამართლობა სოფო ნიჟარაძემ თავი დაგვამახსოვრა აი რომ კითხო პოლიტიკური სიკველები და რომელია მთავარი მაგრამ მეგობრებო სამართლიანობა თანასწორობა ეს არის სამართლიანობა ბატონებო მეგობრებო სოფო ნიჟარაძე თქვენ ახლა ირონიულად მოიხსენეთ მაგრამ ის არის ძალიან ზუსტი დამკვირვებელი თუ გახსოვთ ნოდარ მელაძის შეფასება ნოდარ მელაძის შეუულებრივად ძნელი სუნი აზდისო არა ჩაკუკულე სუნი აზდისო ეს ნოდარ მელაძეს ასე არც მანამდე არც მერე არ დაუხასიათებია ანუ ის დაკვირვებული ქალია ანალიტიკური პოზიციიდან და რა თქმა უნდა ზემოდან კონტემპლატივი ეგეც უნდა გეთქვი შეხება სოფო ნიჟარაძე რომელიც ამბობს რომ არის მსახიობი არ ამბობს არა არ ამბობს როგორ ხო თეატრებში და არა ის არის მუსკომედიის მსახიობი თქვენ ქეთო და კოტე ნანახი არა ესაა თამაში მისი ქეთო და ფილმი ნანახი მოხდა როდესაც მიშა იმის რო ყველა რეგიონის კლიპს თუ ის კი უცხოელი ჩამოყავდა სცენაზე თეატრებში დეკორს თვითონ ურჩევდა კაბას თვითონ ნაცმევდა მაკალიბრის არტისტი ჩვენ უყურე ჩვენ მაინც ბოდიში ბაჭო ერთ ჩაგო მე ხო თურქეთში გადაფრენაზე არ ვამბობ არა ჩავამატებ შენ შეიძლება აი მიჯნურ ადამიანს მიჯნურიც ან ეუფემიზმი რა შეიძლება თუ მანქანა სახლი საკუთარი თავი ძალიან მაგარი თურქეთში ოპერაცია არა ძალიან მაგარი რაღაცა საიუველირო ნაწარმი სპექტაკლი ფაბერჟე სპორტზიგარი კვერცხი რამე მაგრამ მას აჩუქეს საკონცერტო დარბაზ სპექტაკლი გერგი აჩუქეს და რიხის დოკები ანუ კოეფიციენტი და ყველაფერი აჩუქეს ხო და უყურე ცალკე მაგრამ მე დოკები აჩუქეს მე ძალიან მინდა რომ დოის დაუბრუნდეთ ამიტომ ერთ კომენტარსაც გავაკეთებ სოფონიჟე მინიმუმ 7 წლის მანძილზე სოფო ნიჟარაძე იყო საქართველოში მიშას გამოისობით თავარი მუსიკალური მოვლენა იყო ესე კი აბარა არა კი თავარი მუსიკალური არ მოგწონდა და შენი აჯობებდა ეგ გვაჩნიდა ხო მიშას გამოისობით ჩორიდნენ როგორ არა არ მოგეწონებოდა და იყო ეს ეგრე ზანდა მაგრამ უყურე მიუხედავად ამისა თავარი ჰიტი და შესრულება სოფო ნიჟარაძის გარს დაგვამახსოვდა არის ის რომ ნოდარ მელაძეს სუნი ასდის ისე მართლა რა ნამღერი ეგ არაფერი ვერაფერს ვერ გაიხსენებ ლეიდი ინ რეიდ ძალიან კარგად მახსოვს მისი ნამღერი როდესაც სოფოს დაწერილი სიმღერა როდესაც მიშას უმღერა რა აქ ნამღერი ანდრია ბოჩელიო ჩამოიყვანეს დაუდგა მიშამ გვერდით ეს და ხო და ლეიდი ინ რეიდ კიდე რა ანუ რაღაცა კლიპი რა რეგიონალური სიმღერები მითხარი რეგიონებზე აქვს აბა რა გინდა მე შე ვერ გავიგე რა სოფოს იცი კიდე რომელია
მე მიყვარს რუსთავი. ქალაქი. არა რა არის არ ვინ ამ გოგოზე ხა ბოლო აღარ არის აქტუალური არა ერთი წუთი ეხლა ანა მანიანი გავუშვათ რას მეუბნები? ზოგადად საერთო მინისტრი და დარჩება ის რაც დარჩება აუ ჩავა რა პონტე რა გაზი ამბობს ბიჭო ჩვენ თვითონაც უნდა გქონდეს აი გაშვების რაღაცა ხედავ კალატოზიშვილი თიგა რუხაძეს დარჩება ის რაც დარჩება მიმართავს რომ ისტორიაში უნდა თვითონ ხო ისტორიაში განაღდებულია საერთოდ ვიღაცამ შეიძლება ეს ჩვენ ვითაოთ უნდა გაანალიზოს ფილოსოფიური კონცეფტი რადიკალურ ოპოზიციაში ისტორიის სწორი მხარე რას ნიშნავს ანუ იდეა ისტორიის სწორი მხარე როგორც არ ვიცი დეგრადაცია როგორც გოიმობა როგორც ისტორიის სრული დევალვაცია როგორც აი სრული იგნორირება ყველაფერს ან ვინ შემოიტანა ეს ისტორიის სწორი მხარე ეს NGO ტრენინგებზე ნასწავლი პათეტიკა თუ მართლა ვიღაცის თავში მოიღო თუ შემოშეუძლებელი რა ისტორიის სწორი მხარე მელია რომ ამბობდა ასევე მინდა გაუშვა მასობრივი კულტსანახაობის დამდგმელი და გადამღები რეჟისორის დავით გერსამიას რომელსაც ხალხი არ იცნობს მაგრამ არის მიშას პირადი რეჟისორი იმის იცი დავით გერცამი გაიგია? სახელი მეცნობა და რა უცნაურია როგორ დაეცა ყველაფერი. რომელია დავით? დეკადანსი, აი ეს. რა გადაღებული? იყოს მიზეზი. ეს არის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ თანამედროვეობის ძალიან დიდი რეჟისორი, მარტინ სკორსეზე ჩასვეს ციხეში. დოის სახით. ბიჭო, დოი არა, მარტინ იგივე რომ მარტინ სკორსეზე ჩასვა ციხეში. მე ზოგადად სკორსეზე ადამიანი. მე კინემატოგრაფია და მე მინდა სწორი შედარება რა, თეატრის მიმართ თანამედროვე არ ვიცი. თანამედროვე ადამიანი, პრიატად რო არის ადამიანი. შალვა, თანამედროვე თეატრის. ვინა უნდა დავგუგლო, ვინაა დავით გერსამი? ბიჭო, შიდა ბაზარი არის შენ ესენი. შენც ვერ მეუნები რა, გადაღებულია. ტელერეჟისორია, ლაივების კარგი რეჟისორი. სხვა ტელევიზია ბიზდა. არა, კარგად იღებს. აი არ მე რადგინა ნაცია ხო დავით გერსამიას პირველი რა ვარდება იცი რა პირველივე Google-ში რეზულტატი თქვენ შეამოწმეთ რომ პარტიების შემოწირულობები ესა პირველი რეზულტატი Google-ის არა და დავით გერსამიას აქვს 49 ლარი შეწირული ნაცებისთვის თემა სიმბოლური Google-ში მე 2016 მასე ნუ ვიმჯერებ 49 ლარი ცუდი რაღაცები ვარდება შემოწირულობა ვერ ამოვარდება ეს ოფიციალური ისა მეგობრებო მოდი დავქნა რა გავაკეთოთ მოდი შევაჯამოთ ვიღადავთ გასაგებია ეს არის უსუსური უნიჭო დრამაკვინი ადამიანების მიერ მოწყობილი ქარიშხალი ჭიქაში სად მიდიხარ შენი ასეთ და ისეთ შე ოჯახ აშენებულო ხარ დოი აგიშენა ბიძინა ივანიშვილმა თია არა მოდი არა მან აგიშენა არასწორია აშენა დოი არ შუაში არის აშენა გაარემოთა თავიდან აშენა კინგის კულტურის სახლი აშენა თავიდან თანამედროვეში თეატრი გააკეთა და იმ დროს ვინც იყო აღარ მახსოვს მე კულტურის მინისტრი იმან დაგნიშნა რა თქმა უნდა გაქვს პროტესტი და ჩვენ ვიცით რომ შემოქმედება, ხელოვნება მართლაც რომ დამოუკიდებელია. ცუდი ძაღლიო შინარ ვარდოდა და გარეთ გარბოდაო. გააქვს დაფინანსება, გააკეთე საპროტესტო ხასიათის სპექტაკლი. როგორც რობერტ სტურუამ გააკეთა ყვარყვარე თუთაბერი. რომელიც იყო ცეკაზე, მაშინ არა, გასულებ ცეკაზე, მაშინდელ ცეკაზე, შევარაძე მე სპექტაკლი ნახა და არ აკრძალეს მათ შორის. გააკეთე საპროტესტო შინაში და მთელი ეს შანტრაბა ვინც ყავს ნახევრადნიჭიერი მსახიობები შეკრიბე იგი და გააპროტესტე რაც გინდა სად მიდიხარ რა მანიფესტი რა სიმუქრებით ეს მსახიობები ხო აი რობიკო სტურუა ახსენე და იმიტომ რომ მე შემოხვდა დღეს ფეისბუქზე რომ დოის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პარალელს ავლებენ აი რობიკო მოხსნაო მიშამო და ეგ რო არ მოგწონდათო იგივე გაკეთდა ეხლაო და თიკა რუხაძეს ვიღაც ნაცები მიმართავენ რომ ლიზა ბაგრატიონზე და ნატო მეტონიძეზე რო ამბობდიო რომ დეუნის ობიექტები არიანო ნაცების მხრიდანო რეჟიმის დროს ეხლაო შენ გააკეთე იგივე დავიწყოთ იქნა რომ არც ლიზა ბაგრატიონს არც ნატო მეტონიძეს და არც ერთ მათგანს არ ქონიათ ჩაბარებული სახელმწიფო სიპი და სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მათ ერთი არ გამოუწევიათ
პროცესის, შემოქმედებით პროცესის აბსოლუტური ბლოკირება და მით უმეტეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ისინი არ გადასულან და არ დაუწყიათ რევოლუციური აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ანუ ძალიან დიდი განსხვავებაა, ხო მგონი? იმიტომ რომ ამდენი ხანი დოი ისედაც იყო ოპოზიციაში, ისედაც გინებისმეტი მისგან არაფერი არ მოგვისმენია, მაგრამ ის რჩებოდა, მაინც ამ თეატრის ხელმძღვანელად იღებდა ჩვეულებრივად სახელმწიფო ბიუჯეტინა ხელფასს, ის და ყველა მისი მსახიობი და დაქვემდებარებული პირი, მაგრამ როდესაც ამან გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ფული განეკარგა რევოლუციური ქმედებების დასაფლავად. გააჩერა თეატრი. და რა თქმა უნდა, გააჩერა შემოქმედებითი პროცესი და ხალხი, რომელიც თეატრში ამ კონკრეტულ თეატრში მოხმარებელი ყავს ამ თეატრს, ხო, თავის მოხმარებელი, მათ შორის დოის მაყურებელი, გაუწყდება ვიღაცა. ხო, კი ბატონო, ვიღაცებს დოის გამოყავს, ხო? ამ ადამიანებს შენ უჩერებ თეატრს, იმიტომ რომ შენი პოლიტიკური წარმოდგენები, ხო, შენი პოლიტიკური წარმოდგენები თვლი რომ ბიუჯეტის ხარჯზე უნდა გააკეთო რევოლუცია, ნუ კონსტიტუციური სამართლიანობა არის და სამართლიანობა მოითხოვს რომ შენ იმპოზიცი აღარ იყო, რომელსაც ქვია სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი. შეიძლება ეხლა თოდა სხვა მხარეს და ძალიან მაგარ პოსტს გაჩვენებთ ეხლა. პატრიარქმა არ გაიარო მარკირება გახსოვთ. კი, კაცო, როგორ არ მახსოვს, მთელი ლიბერალური მედია მაგაზია არ დღემდე. ხო, მაგრამ ეს წლებია ეგრე ხდება და ტრენდია. არა, ეს სიგიჟე ხო გახსოვთ რა? ტაბულას რაიმე უნდა ეთქვა სააღდგომოთ რა. რამე მელკი ვრედნობა რა. და თქვენი აზრით, აი ტაბულამ, აი ამ დედააფეთქებულმა მელკიდან ვრედნი ორგანიზაციამ გამოცანას გვეუბნები? სააღდგომოდ რა მელკი ის მოიქონა, მოგტებით სიცივით. არ არის, ვერ მოგტებით. გავუშვით თუ შეიძლება. ისრაელის ამბავია? ხო, გავუშვით. ტაბულად ისრაელის პოლიციამ უთხრა, რომ წმინდა ცეცხლის ცერემონიის დროს კუკლიაში შესვლამდე იერუსალიმის პატრიარქს არ შხრეკენ. და შეაქო ცეცხლი და თვითონ უკიდებს. ეს უკვე ეს კიდე, ანუ მადლობა. ეს გარდამოსვლის, ანუ ბიჭო, აი ჩემო ძმა. შეხვდების, აი შეპრობილი ხარ. ეს რო გონიათ იდეა. ეს გონიათ, აი ეს რო გონიათ იდეა ბექს, რომ აი ეს არის ამათი იერუსალიმი, აქ გადის ზღვარი, ყველაფერი შორის. სასწაულებრივად გადმოდი. ეს არის. აი ეხა იმას კი არ ვამბობ სპიჩკაშია. მაგრამ არ შხრეკენ. სიკვდილის წინ ამობენ, არა, მაინც არ გადმოდის. ხო იძახდით, შხრეკენ. აი ძმო, ისრაელის ვაფშე სამყარო AI და ყველაფერი ბიოტექნოლოგია ბოლომდე რომ დაიხოს, ვაფშე სხვა სამყაროს რო ვიგებ, რაღაცა დისტოპიურს, იმას მაინც ეს იქნება იდეა ფიქსი ამათთვის, რომ პატრიარქმა არ გაიარა მარკირება და იერუსალიმის დამასო. ეს უნდა გკითხო მართლმადებლურ ეკლესიას უნდა გკითხო. ისრაელის გუბას სანიკიძე გავა. არა, გავიგე, ისრაელის პოლიციას რატო ეკითხები? ისრაელის პოლიცია ჩხრეკს, აკონტროლებს იქ ვითარებას, იქ არაბი მარონიტები აკონტროლებენ იქ, თრიარად როგორც ვიცით. ისრაელის პოლიციას რატო ეკითხები? კაი, გუბას სანიკიძე გავა. მოიცა დოი რა. კაი რა, დოიზე ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი აგერ. გუბაზია, გახარია, ნიკამელია, საბაბუა. გუბას სანიკიძე, ბაჭო ხელს გიშმა. აი პირველ გვერდზე რაც გვაქვს. დოი არ იმსახურებს იმას რომ გადაცემა მიიღოს. რა ერთმანეთს ლაპარაკი სამხმაში ისმის ჩვენი ხმა. აი ქრონოლოგიურად რაც გვაქვს პირველ გვერდზე. დოდსონ მანდელა არ გვინდა? აი აქედან ჩამოვყვეთ პირველ გვერდზე. ყველაფერი გაუშვათ. ძალიან მაგარია, გუშინდელისგან განსხვავებით. დოი ჩამიშხამეთ რა. სტალინის დროს დახრიტავდნენ. ვის? დოის. დახრიტავდნენ. დოისო. ეჭვ ხوارგებარი. დიქტატურა საქართველოში. არც დიქტატურა არ არის, დიქტატურას წესები აქვს თავს. და ვინც ამ წესებს არ უღებს იმას მერე ზომაზე მეტად ჯისხოლ. ეს არის ბანდა. რა ის დიქტატურა ჭირდება, ტიპები ჭირდება, აღმასრულებელი ჭირდება. შეუპოვარი ხალხი ბანდა, ესა ბანდა, რის 24 წელია, არა 24 მეტი, ბოდიშო 34 თუ 35 და გამოვიდეთ, ანუ გააჩერეთ ძალიან მაგარი რაღაცი ლაპარაკა გუბას ანიკიძემ, შინაარსი, თუ უნდა გაგვიკომენტარებინა და ერთ წინადადებაში მოსპო. ის ანეკდოტი რო არის, მამი დღეს ორშაბათია თუ პარასკევია და ცოტა ახლო თქვიო. ანუ 24 თუ 34 წელი და ის ძველი ჩანაწერი რო აკუბარდიეს.
ბანკში თუ პაკისტან 2006-ში თუ 2007-ში ვიღაცას რაღაცა ზუსტად არ მაქვს. ერთი კაი მოხუცი გურულის ჩანაწერია. იყვნენ 5 არა, 4 არა, 2000 არა, 4. ეს საყვარელი კა. ბიჭო ეს რას ძახის, ცი რატო თქვა? პრერეპრესიები რო იყო სტალინის 37 წელი რატო მოხდა? იმიტომ რომ გასუქდა რა ელიტა და ომს ელოდებოდა სტალინი და შეაფუძღვნა და ბევრი უდანაშაულ ადამიანს მეორე გუბაზი და ამას გონია რომ ეს არის პრერეპრესიები მეორე გუბაზი სუნიაზდის რეჟიმი ოპოზიცია რო ხარ კოცებს უნდა ჯობდე აი პაუზა ყველა პარტიას და ემწყდება გაბრაზდა აკა და ეს შეიძლება ნახე გვერდზე რო იყურება შეხედე კამერას აღარ უყურებს უკვე საშიშია გამორთეთ გვეშინია კაი გვეშინია იბუტება ეს ელაპარაკოს ხო თემა რა გახსოვს იმას ეგრე უყურებდა მელიას ეს კონცერტს უნდა ჯობდე მან თემა რა არის იცი ნუ იღრინება შეგვეშინდა იცი რომ კიდე მაგარი ბოდიში რაჭაზე რო დღვინავდა იქ ბუოდა რაჭაჩი ის რო იძახდა რომ ოქროს საბადოს დაბლა ლალის საბადო ძალიან მაგარი ეთერი მოიცადე რაჭას ხელიო გვარამი ამბობდა რომ დაგპორწნით ოღონდ მართლა თვალებს დაგტყიდო რაჭას თუ შეეხებითო ბიძინა რაჭას ხელი და ესე და იქით ვერ იხედებ არა ხომ არა რაზე იყო მთელი ბაზარი გახსოვს სიგიჟეზე ბიჭო ბიძინა ივანიშვილსო ჯერ ხო და რიონის დაკეტვა უნდა სანაპირ ზღვა გადმოაქვსო მერე იყო ცა გადაკეტაო კი რიონი და დაკეტოსო აშრისო და ქვემოთო იმითო კი არაო რომ იქ ოქრო და რამე ქვემო ლალის საბადო ანუ ოქროს საბადო არა ანუ მითოლოგიაში ამაზე კაი ისინი კი არ არის ფანტაზია რა ან კაი ზღაპრებში არა ეს მართლა ბიჭო ნაპირი გადმოაქო ეგ არის ჩემი ფავორიტი ზაზა უკუაშვილი ჩემი იყო ცასკეტავსაც ზაზა უკუაშვილი მეუღლის დონის და ის გახსოვს ხე გადაიტანაო და ქალს დაემუქრენ მოკლავთო კალთარო ჯავდნენ და ის ქალი ამბობს არაო კაცო კარგად გადამიხადესო და ყველაფერი კარგად არის და კიდე რას ამბობდი იცი გურის მთებში სოფელია ბუკისციხის მაღლა არის 70 კილომეტრი და ტრასა არის ესეთი და ეს ხე რაღაცა ხე იპოვეთ ამ ხისთვის მოვიდნენ და წაღება უნდათ ოღონდ იქ მანქანა ვერ არის რა და ბოლოს მაშინ თუ ესეთებს ვიხსენებთ შედევრი იყო ყველა ხანძარზე კარფური იხსნება და თუ გახსოვთ პირველი არა მაგას ყველა არა პირველი იყო ხანძრებზე პირველის ერთი სიუჟეტი იყო აბას თუმანში გაჩნდა ხანძარი და პირადად ბიძინა ივანიშვილი დავინახეთო პირადად ბიძინა ივანიშვილი დაცვის წევრი დავინახეთო ასად ანუ ხო ხტები რა კი და ანგოლაშიო იარასყიდაო ანგოლა გეიტი გახსენეს ანგოლაში და ის სკოლებში რო იმას ძველმაგიდებს იმაშებაო კასტეტები რო გეტებაო იქიდანო ძმა და კოვიდის დროს მარნეული იმიტომ გადაიკეტაო რომ კარტოფილის ბიზნესის და პამიდორის ბიზნესის ბერასო ბიზნესია კი კლუბებში რაში კლუბების ბიზნესი რო მოეკთავის და ისიც ძალიან მაგარი იყო ისიც იდეალური ბიჭო ძნელი ამოირჩიო რომელია მაგარი აბა მიდი აი მაგალითად წარდგენა ხო ცალსახად პირველ ადგილზე არის ნოდარ მელაძე ბელგიური შავი შოკოლადის ფერი კარები აი ეს როგორი ემოციური манипуляცია იცი მაგალითად უყურებს ისეთი ადამიანი რომელსაც დიდი შეძლება ბელგია არის არა დიდი შეძლება რაღაცა და ბელგია ო ბერდი ფიქრობს რომ შავი შოკოლადი ხო მენატრება და ბელგიური ბელგიურ შოკოლადს ვაფშე სხვა ფერია და ზურმუხტის ფერი ისინი შეულებრივი სინთეტიკური მოედანი ხო და მაგარი კიდე მაშინ ერთად უმაღლესი კარტაა ტურიზმი უნდა ჩამოვიდე ჯოკერი მიდი ეხაო მივდივართო მანქანითო ინკასაციის მანქანით ეგ შედევრია ეგ რომეო საჯაიამ დაწერა 2000 გააკეთო ბიზნეს ოღონდ ეგ როდის არა როდის გარბისო 2016 წელს როცა ოცნებავ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიგო მაშინ წერს მანქანაშიო უკან მიუყვებითო საინკასაციო მანქანებიო ოქროულობა და ნახატები გააქვს და გარბის ივანიშვილიო კი ეს ჩემი 2016 ოღონდ დასაუს მე გავიგე და რაღაცა კი არა აი ახლა მიუყვებითო რა კარგია კიდე რა გვაქვს გიორგი გახარია ხო, აი ძალიან მაგარი თქვა დღეს და მეტმა გაუმარჯოს, გაუშვით.
ჩვენ ახლა ვემზადებთ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთად ოქტომბერში. თქვენ ერთად არ დაინიშნა ბატონო. აი რო არ დაინიშნება მე გადავწყვეტ. არა, მიგიღებთ თუ არა მონაწილეობას? კატეგორიულად უარს არ. რა თქმა უნდა არ ვამბობ. რა თქმა უნდა არ ვამბობ. მე იმას ვამბობ, რასაც ვამბობ ღიად, გულწრფელად და პირდაპირ და ისეთ რაღაცას ვამბობ, რისი გადათქმაც არ მომიწევს და ის პარტიები, რომლებიც აქ თავს იკლავდნენ, რომ არც ერთ შემთხვევაში ბოიკოტს უცხადებთ და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო, აი ისინი რომ მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას, მე და თქვენ აქ ვიზე გაქვთ ერჭება ყველაზე. იდასტურებთ, რომ ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით. და თუ მანამდე ახალი და მინდა მეგობრებო გავუშვა აპოკალიპტური პენისის საბაბუაძის აპოკალიპტურივე განცხადება თუ შეიძლება. ბაბუაძე. ახლა მაგარია შეხედეთ. აღიარა. ძველი აღთქმიდან ფრაზას რომ ღმერთს მომთმენი უყვარს და არა მამაცი, ჩვენ გვჭირდება მოთმინება, გვჭირდება წინდახედულობა, გვჭირდება შენაბიჯო და გვჭირდება ამ ბრძოლაში იმის აღიარება, რომ ამ წინააღმდეგობას ანუ მამაცობას პირდაპირ ეს არის აღიარება, რომ მამაცობას ვერ ვკაჩავთ თან ჩვენ ამას გაუგვარებთ. ეს არის პირდაპირ აღიარება, რომ მამაცი არ ვარო. ხო, მომთმენი ვარო. არა, რეალურად ეს არის просто член. და არა, რუსული თუ გვახსოვს, მოთმენებს რუსულ კრიმინალურ ჯანგორში, რანგორში ქვია წერპილა. და ყველაფერი მასზე მოსულა. ძალიან შემზარავი ინფორმაცია წავიკითხე. კიდე ხდება რამე? ძალიან შემზარავი ინფორმაცია წავიკითხე. ხო. შეიძლება ჩამოიშალოს ყველაფერი. რა? ვითომ ნერვიულობ. დათა თავაძემ. ვინ არის დათა? ვიცი დათა ხანდაჭერა გამოუცხადა. ინგლისურ ენაზე დაპოსტა დოის გათავისუფლების შესახებ სტატუსი. სად დაპოსტა? ჩამიგდეს for my international followers everywhere in the world წერს. ანუ მას გონია რომ საერთაშორისო კარგი აქ კეთილდევდარიანი მაგრამ დავასრულოთ კეთილდევდარიანი ახსად გავუშვით კეთილდევდარიანი შესაძლებელიც არის კი ეს ამ ჩლენს შეხედე კიდევაც რომ მივიდნენ ადამიანები დაინახე დაელაპარაკო მოახერხა მარგინალიზაცია ოპოზიციის ამაზე ძალიან კარგად დაგიხარეს და თანმიმდევრულად იმუშავეს თანმიმდევრობას მათ ვერ დაუწუნებთ ბოროტებაში მაგრამ ესეც უნდა დაძვი ხა პოლი რუსეთის დამარცხება თუ გინდა და ბიძინა ივანიშვილის თუ ებრძოლა რუსთაველზე შენიანის რანაირად შეიძლება რომ გერიდებოდეს და გეშინოდეს ხო პოლიტიკოს ჭირდება რაღაც ტიპის ცოტა სწორხაზოვნება, იმიტომ რომ სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. აი, ნუ იგივე ნარატივი. არა, მე ის ვერ გავუშვებ. ვინ არის ნიშისტი? ვინ ყავს თუმრად? ვინ იყო? სახელი აღარ პასუხს. თავიდან ჩავ. სტოპ კადე. ლევან ღამბაში. ჩვენ რო დაგვადგა ლევან ღამბაში ის გავაკეთეთ. პირველი სტოპ კადე გააკეთეთ რა. პირველად ნახე რომ აქ იყო, ან სტუმრად არ მინახავს არა, სუდად ის როდის დაგვიშვია. კარგი, ჩვენ არ უშვებთ ლევან ღამბაში, ზატო არ ვინ არის ვაფშე ლევან ღამბაში? он просто член. ბუჩეკა გავუშვით. აი ბუჩეკა სერიოზული. გავუშვი? ხალხს უნდა შევფრათ იმის რწმენა, რომ ჩვენი მარჩევნებისთვის რომელსაც ეს პროტესტი მოიპოვებს, ვართ მზად. ამის იქით ყველა პარტიამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუმცა ლოგიკაში უნდა ჯდებოდეს. არ შეიძლება ელაპარაკო, რომ CSKO კორუმპირებულია და არჩევნებს გიყალბებენ და თან ახლა შეიძლება რომ ადგილობრივ უправლეს არჩევნები მოიგო მაშინ, როცა თან ახალ არჩევნებს ითხოვ, რომელიმე პროცესი მაინც უნდა დასრულდეს და მე რასაც უყურებ, ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ამას არ აკეთებს და ახლა არ ამბობენ, რომ არჩევნების შემოწმებას მიიღო. იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია არ შეიცვლება რა თქმა უნდა ჩვენ ფიქრობთ საჩვენო შემოწმებას არ მიიღებს. აჰა, არ მიიღებს. თუ სიტუაცია არ მიიღებს, მაგრამ მე რა მანდats ანუ სიტუაციის შეცვლა არ მიიღებს კონკრეტულად აღარ არის. ხოდა ჩვენ ადამიანები ანუ არ მივა, ხმას არ მისცემს. ადამიანები შალვა. ან ჩამოაყალიბებები არა ხო არის გირჩი არის გირჩი მეტი თავისუფლება ესენი გავიგებ გირჩი მეტი თავისუფლება პლუსი და პრობლემაა ჩვენ და ვიჩვენ და წასულია პარტიიდან და უცებ ხვდებით რომ ჩვენ საქართველოს ზომბები არა ეს და კუტაბიჭი ხო საქართველოს ზომბები რა პრობლემაა ესენი არა ბაბჭება გირჩი მეტი თავისუფლება პლუსი გახდებიან პატარები არა ჩვენ მე და კუტაბიჭი კუტაბიჭი ხო ამას ავკიდეთ კი ამას თვითონ დაიწყო ბუჩიკო და
ბუჩიყდა კუტაბოი რა ეგეთ პარტია იქნება რა პრობლემაა ჩვენ მე ბუჩიყდა კუტაბიჭი ანუ პატარები არ მიგებს მონაწილეობა თქვენ ბავშვები არ მიგებს მონაწილეობა ეხა შანტაჟიზე უმაღლესი ფორმა ეხა თუ რამე შეიცვალა მიდი და არ წაყვე აი თუ რამე შეიცვალა რას გულისხმობ ნაცები დაყვანე აი ამინდი მაგალითად თუ იგივე არა როგორ რაღაცა უნდა თქვა რა აპრიორი შეიცვლება ამინდი თუ არ შეიცვალა ოღონდ როდის თელი ახლის გავლობა 6 ხო დარჩა აღდგომების მერე ზუსტად ერთი ამინდი თუ იქნება ესეთი გრადუსი ესეთი თუ არ თუ აცივდა აცინდაზე თუ დაღამდა გატენდა რა თუ აცინდა აი და დაწყან ისა ჩვენ ამ ნაწილს არ ოღონდ ისეთი რომ აპრიორი ვაიმედე და შენ გაიხარე დოიაშვილო რა ჩვენ გვაცინე რა უი ზურა ჯაფარიძეს გავუშვათ ბარემ ხო და დავასრულოთ გავუშვათ იმიტომ რომ ბუჩიყის მერე ზურა თემა მე ეხა რეალი არსენალია და ვიღაც რა შეადარებს ამ დოიანს ეხა უფრო მნიშვნელოვანი არის ზურა ჯაფარიძე კაი გავუშვათ და დავასრულოთ კაი არა ვაი შეიძლება ესეთი რამე მოხდეს და მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკები დარჩნენ ციხეში გააჩერე გარარი ხლები რომ შეგვეშალა მაგას უნდა კარგად ძანდებოდა მეგობრებო ეს შეცდომარი ხო არ მიაკეთებოდა დაბალ აკმეზე არ დავასრულეთ ანუ ვიშიტოჩკაში ცოტა ჩამოვიდა დაბლად არ აუშავს ხვალ შევხვდებით იმაზე რომ შევხვდებით მრავალ არა შევხვდებით იმაზე რომ შევხვდებით ხუჩაბათი არა ა მე დღეს მეგონა ხუჩაბათი კაი დიდი ბოდიში რა my bad ანუ ხო დოი სინა ბიჭოს დამუქრება შო კარგად ძებდება კარგად ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.